როგორ ხდება პლაგიატზე ტექსტის შემოწმება? თემა, რომელიც ძალიან ბევრ სტუდენტს აინტერესებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც ეხლა ამთავრებენ უნივერსიტეტებს, ან გეგმავენ დამთავრებას. პლაგიატის შემოწმების მექანიზმი ყოველთვის არის ერთი და იგივე. დაიმახსოვრეთ. არსებობს ორი ყველაზე გავრცელებული პროგრამა, რომელიც გამოიყენება პლაგიატზე ტექსტების შემოწმების მიზნით, ეს არის პლაგიატუსი და ტორნიტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნივერსიტეტში დანერგილი არის სხვა პროგრამა, სხვა დასახელებით, ეს პროგრამა მუშაობს ყოველთვის ერთი და იგივე პრინციპზე. პრინციპი პლაგიატის პროგრამის მოქმედებისა არის შემდეგი. პლაგიატის პროგრამა დაკავშირებული არის სამეცნიერო ბაზებთან. ეს ბაზები შეიძლება იყოს როგორც ვებგვერდები, ასევე სხვა ტიპის სამეცნიერო ბაზები, მაგალითისთვის ResearchGate, თქვათ, Google Scholar და ასე შემდეგ. ბიბლიოთეკების საიტები და სხვა და აი ამ ვებგვერდებზე ან ბაზებში პლაგიატის პროგრამა ამოწმებს ტექსტთან თანწყობას თქვენს დასრულებულ სადიპლომო ნაშრომის ტექსტთან სხვა ტექსტების შესაბამისობას. როგორ ხდება ეს? პლაგიატის პროგრამა აღიქვამს სიმბოლოების თანმიმდევრობას. ესე იგი, თითოეული სიტყვა შედგება ასოთგერებისაგან, თითოეული ასო ეს არის გარკვეული სიმბოლო და შესაბამისად, როდესაც თქვენ ტექსტს იმეორებთ, თქვენ იმეორებთ სიმბოლოების თანმიმდევრობას. პლაგიატის პროგრამა ამოწმებს სიმბოლოების თანმიმდევრობას, ანუ ეგრეთ წოდებულ თანწყობას და გარკვეული ლიმიტის შემდგომ აფიქსირებს პლაგიატს. პლაგიატის პროგრამა ყოველთვის აწითლებს იმ ადგილებს, სადაც გამოყენებული არის პლაგიატი. თუმცა ფორმალურად პლაგიატის დაფიქსირება არ ნიშნავს ფაქტობრივ პლაგიატს. პლაგიატის პროგრამამ შეიძლება დააფიქსიროს იმაზე უფრო მაღალი პროცენტი პლაგიატისა ტექსტში, ვიდრე არის სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება აკადემიური პერსონალი, რომელიც მიადევნებს თვალყურს აი ამ პლაგიატის პროცესს. დაახლოებით პლაგიატზე, ესე იგი, შემოწმება სჭირდება დაახლოებით 15 წუთი, მეტი დრო არ არის საჭირო და საბოლოო სახით პროგრამა აგენერირებს იმ შედეგებს, რომლებიც მიიღო პლაგიატზე ტექსტის შემოწმების შედეგად. პრინციპში დღეისათვის სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, გამოიწერეთ არხი და შემდგომშიც გავაგრძელებ ვიდეოების დადებას პლაგიატის თავიდან აცილების თაობაზე. გამოიწერეთ არხი და მიიღეთ სასარგებლო რჩევები სადიპლომო ნაშრომების მომზადების სხვადასხვა ასპექტების თაობაზე და გისურვებთ წარმატებებს.